შვილედები მოულოდნელი მოწამვლით და უბედურებით დაიკრუჩებიან. This project is უყანა. მიჩილია, ვინც არ მიჩილოს იმის ჩემი არ მივეცი და აგერ დამავტყა სამჯეროდ აი ხა ბრაღრუ კედელზე უნდა მიგაჯვა რომელი ხარ შენი გამზდარ შევე ეს შემზარავი და სრულიად ახალი ტიპის ტერორია ფეიქ გვერდები, შანტაჟი, ბავშვების ფოტოების გამოყენება, შეურაცხყოფა, მუქარა და ფსიქოლოგიური ძალადობა. რა ხდება მაშინ, როდესაც სოციალური ქსელი კრიმინალურ იარაღადაა აქცეული. შაბათის ფორმულა გიყვებათ ციფრული ჯოჯოხეთის შესახებ, რომელიც ეკრანიდან იწყება და ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაში გრძელდება. ჟურნალისტურ გამოძიებაში გიამბობთ ვირტუალური მაფიის შესახებ. ჩვენი გუნდი მთელი კვირის განმავლობაში აგროვებდა მასალებს ბულერების წინააღმდეგ, რომლებიც სოციალურ ქსელში ათობით ფეიქ აკაუნტს აკონტროლებენ და მათი საშუალებით ადამიანებს ატერორებენ. ვისთვის მეთქვა რომ არ შანტაჟებდი შეარაკაცო ვისთვის მეთქვა ოჯახით რომ ემუქრებოდი შაბათის ფორმულას ინფორმაციით კრიმინალური ჯგუფის საზღვარგარეთიდან მოქმედებს. სწორედ სახელმწიფო საზღვრები ხდება დამნაშავეებისთვის ერთგვარი ფარი, ხოლო ინტერნეტი იარაღი, რომ სხვა ადამიანები ფსიქოლოგიურ, მორალურ და ფინანსურ ტერორში ამყოფონ. წყარო გვიყვება, რომ დაჯგუფების თავში თამარ ზურაბიშვილია, მისი მარჯვენა ხელი გრიგოლ აკოფოვი. მათი ჯგუფის წევრები კი არიან ინგა ჩარტია, ილია საჯაია, თეონა ხარჩილავა, ნაირა ზოიძე და ირაკლი ხუციშვილი. შაბათის ფორმულა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში უთხრეს, რომ სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი ინფორმაციისა და უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქისთვის ფულის გამოძალვის საქმეზე გამოძიება თაღლითობის ბრალდებით ინტენსიურად მიმდინარეობს. სამართალდამცველების მიერ ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ საზღვარგარეთ მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქემ სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი ინფორმაციის წაშლის სანაცვლოდ მოქალაქეს გარკვეული რაოდენობის ფული გადაუხადა. თუმცა აღნიშნულმა პირმა შეთანხმება არ შეასრულა და თანხა მართლს აწინააღმდეგოდ მიისაკუთრა. ფაქტთან დაკავშირებით დამატებითი გარემოებების დადგენისა და დამნაშავე პირის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის მიზნით საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. სქემა ასე მუშაობს. მას შემდეგ, რაც მსხვერპლს აარჩევენ, კეთდება ფეიქ გვერდები. ხდება მათი ოჯახის წევრების, ახლობლების, მეგობრების მოძიება. მათი ფოტოების ატვირთვა და მათზე უხამსი პორნოგრაფიული კონტექსტის ტირაჟირება. ხშირად კიბერტერორისტების სამიზნეები არასრულწლოვნები ხდებიან. ისეთი პატარა ბავშვის ფოტოები და ისეთი სიბინძურებია აწერია, ამას მარტო თამარ ზურაბიშვილი შვება, გესმით? და მის მომხრეები. თუ კი ვინმეს ჩემი გვართან რამე შეხება ქონდა აბსოლუტურად სულ აყავთ გამოყვანილი, აწერია ბინძური რაღაცეები. ფეიქ გვერდებზე ატვირთულ სურათებს უკეთებენ წარწერას, რომ ისჯებიან ერთი კონკრეტული პირის გამო, რის შემდეგაც ეს ხშირად ახლობლებში დაპირისპირებას იწვევს. ადამიანები ამბობდნენ, რომ ვისჯებოდით ვიღაცების გამო. მე ან ჩემი შვილები არაფერს შუაში არ ვიყავით. აქ არის უამრავი ჩემი შვილის კლასელები ჩემი შვილთან ერთად ატვირთული. ჩვენს რესპონდენტს არ სურს საკუთარი ვინაობის გამხელა, რადგან არ უნდა ფსიქოლოგიური და ფინანსური ტერორის მსხვერპლი კიდევ ერთხელ გახდეს. ბავშვები არიან საშინელი ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ. იმუქრებოდნენ, რომ დაუპატურებდნენ, რომ მივარდებოდნენ სახლში. არსებობის საშუალებას არ გაძლევენ. დასართობად მქონდა TikTok-ი და ლიას შვილი შშმ-პირია. მას შვილის და გმირი მამის სურათი მას შემდეგ აუტვირთეს, რაც მისი ოჯახის წევრს ეგრეთ წოდებულ ბანდასთან კონფლიქტი მოუვიდა. როგორც თავად ამბობს, არასრულწლოვანის ფოტო ირაკლი ხუციშვილმა გაურცელა. ძალიან ვინერვიულე, ძალიან ბევრი პირე, რა ვიცი, კინაღამ თავის მოკლამდე ვინ მიყვანეს ისე დღეს სამხობე. ესეთი ფოტო აქვს ჩემი შვილის Facebook-ზე, მე ირაკლს ველაპარაკებოდი და აუხსენი სიტუაცია, რომ მე მყავს ესეთი შვილი და ვანახე ეგ ფოტო. და ირაკლისთან გავიდა ეგ ფოტო უკვე მან ამ ბულერების რა როგორ დავარქვა მაგ ხალხს საერთოდ არ ვიცი. ხვიჩა ჟორდანია შემთხვევა განსხვავებულია. მის წინააღმდეგ ბულინგს საკუთარი შვილების ფოტოების გამოყენებით ყოფილი ცოლი მაგი მამრიკიშვილი სხვა ბულერების დახმარებით ახორციელებს. ამათი მიზანია მხოლოდ ადამიანების გამწარება.
მაგისტრის შვილები არაფერს არ წარმოადგენენ. შვილები არის ერთადერთი იარაღი, რითაც უნდა გამამწაროს მე. ხო, რამოდენიმე გვერდი სადაც ჩემი შვილების სურათებზე ციგნის ბოზები, ციგნის პუტანკები და ეგეთი წარწერები გააკეთეთ. მას შემდეგ, რაც ხვიჩამ მეუღლის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა, ყოფილმა ცოლმა მას საპასუხოდ თავადაც უჩივლა. მუქარის ბრალდები და შემაკავებელი ორდერის ბრალდებით 2 წელია საქმე მიმდინარეობს, ქალს გაუსწრებლობა აქვს ქვეყნიდან და იტალიაში იმყოფება, ესევე გივარგირავა კათასლარია, რომელიც გადახდილის არ აქვს. ამ ადამიანების ლაივებს TikTok-ზე ათასობით ადამიანი უყურებს. ვიდეოები კი უმეტესად ბავშვების ბულინგს, ან ერთმანეთის ლანძღვასა და გინებას ეთმობა. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ კიბერბულინგი ხშირად რეალურ ცხოვრებაში მძიმე კოლს ტოვებს. საქმე შესაძლოა სუიციდურ აზრებამდეც მივიდეს. თუ მე არ მაქვს ჯანსაღი გამკლავის მექანიზმები და მოვიქეცი ამ ასე ვთქვათ მოჯადოებულ წრეში, შეიძლება იყოს იმის პროვოცირებელი, რომ ჩემი ფსიქიკა ვეღარ უმკლავდება გარემოში არსებულ ამ გამოწვევებს და მე ვიწყებ ასე ვთქვათ იმაზე ფიქრს, რომ რაღაცა ჩემ თავს დაუზიანო. შეიძლება იყოს ასე ვთქვათ დაგეგმილი სუიციდი, ან უბრალოდ სუიციდური ფიქრები. რაც უფრო ხანგრძლივდება მსგავსი ტიპის გამოცდილება, რაც უფრო ხანგრძლივდება მსგავსი ტიპის სირთულეები, ან მსგავსი ტიპის ასე ვთქვათ ფსიქოემოციური სირთულეები, მით უფრო მეტად ნეგატიურ შედეგებამდე შეიძლება მივიყვანოს ამ პროცესმა. მას შემდეგ, რაც შაბათის ფორმულამ რეპორტაჟის მომზადება დაიწყო, TikTok-ზე დაიწყო ბულერების გარკვეული გვერდების და ვიდეოების გაქრობა. მათ ლაივებში კი რეპორტაჟის მომზადებას განიხილავენ. ჩვენ შევეცადეთ მათ დავკავშირებოდით, თუმცა კონტაქტზე არავინ გამოვიდა. ტელევიზიაში მივყავართ, უნდა გამოგვეჭროს შაბათს ვიქნებით ტელევიზიაში. იდე მაგას არ მე რა გითხარი შენ რა გითხარი? მოეწრიე და საზოგადოებას დაუდების. რა ქვია დოკუმენტი, რომ შენი შვილი არის ქალიშვილი. ეს ილია საჯაია, რომელიც ლაივ ჩართვაში ღიად მიმართავს ჩვენს რესპონდენტს. აღნიშნული ვიდეო საფუძველზე ნინო ტაბატაძემ სამართალდამცველებს არაერთხელ მიმართა. როდესაც პროკურატურა საქმეში უნდა ჩაეყენებინათ, თვითონ აკეთებდნენ რას? ზუსტად აი ესე ფეხი-ფეხზე გადადებული და იძახდნენ ესეთ რაღაცას. კინოში ცხოვრობთ გოგონა? არავითარი კიბერბულინგი ეს არ არის, ეს არის პირდაპირ კიბერდანაშაული. ჩემ ქვეყანაში ვერ მიცავს კანონი. ნინოს არასრულწლოვანი შვილი ჰყავს. დაჯგუფების წევრებმა მისი შვილის კლასელები და მასწავლებლები ისე დააბულინგეს, რომ კლასში რამდენიმე თვეა საგაკვეთილო პროცესი ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს. აი თვითონ ჩემი შვილი, მთელი კლასი პედაგოგები და მამძიმებელ გარემოებად რაც არის, აქ არის მეორე ბავშვი, ეს არის შეშემო პირი ბავშვი, რომლის ფოტოსაც ხელი დაადეს. ანუ იმ ადამიანმა გამოიარა ჯოჯოხეთი. ნინო ტაბატაძესთან ერთად ბულერების დასჯას ყველა დაზარალებული ითხოვს, თუმცა ამ დრომდე არავინ დასჯილა. შესაბამისი უწყებები იმასაც ვერ ახერხებენ, რომ ბულერების სოციალური ქსელის ანგარიშები დაიბლოკოს. მოვითხოვ იმ ხალის საქართველოში ჩამოყვანას. მაინც და მაინც უნდა შეეჭიროს ამ ბოლს ვინმე და მაინც ფატალურად უნდა დასრულდეს, რომ შემდეგ გაიღვიძოს პოლიციამ, ესეც არ ვიქცია. კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი მოქალაქეებს თავის დაცვის მიზნით ურჩევს. ბულინგის თითოეული ფაქტი დააფიქსირონ, შეინახონ მტკიცებულებები და სამართალდამცველ ორგანოებს მიმართონ. ამ პირმა ახლა იცის ზუსტად რომ ლათინურად ვერ აღიქვამს ქართულ ტექსტებს და ამიტომ აიყენებს ზუსტად ამას. პოლიციას გააჩნია ისეთი ნდობა კომპანიებთან, რომ თუ მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტრო, უფრო მალე მოხდება რეაგირება და თუ ჩვეულებრივი ადამიანი დაუკავშირდება მხოლოდ ერთ დარეპორტებას განახორციელებს, აქ უკვე უფრო გაიწელება დროში და შეიძლება არც დაკმაყოფილდეს და დაზარალებულები სამართალს ითხოვენ და პასუხს კითხვაზე, ვინ უნდა დაიცვას მოქალაქეები, როდესაც ფეიქ ანგარიშები ადამიანის რეალურ ცხოვრებას ანადგურებენ. ეს არის ვირტუალური ტერორი, რომელიც შეიძლება რეალურ ტრაგედიად იქცეს.